Რაჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვართ, სწორედ აქ გადმოინაცვლეს ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ითხოვდნენ ეთერს, ითხოვდნენ რომ შესულიყვნენ და მაყურებლისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიემართათ და რეალური ინფორმაცია მიეწოდებინათ თუ რა მოხდა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ამ წუთებში აქცია გრძელდება, მანამდე კი ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იხილა ის სასამართლო პროცესი, რომელსაც სასამართლო პროცესს რამდენად დავარქმევთ, არ ვიცი, იმიტომ რომ იმ ფონზე, როდესაც აქციის მონაწილეების ნაცემი საკმაოდ ძიმედ დაშავებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დამნაშავე ტიტუშკები თუ სამართალდამცავები, ასევე გურამ როგავაძე, მაკაჩიხლაძეზე თავდამსხმელები არ არიან დაკავებულები კი არა, გამოკითხულებიც კი არ არიან, მაშინ როცა მკვლელობაში ბრალდებულებს უშვებენ გირაოს სანაცვლოდ მზია ამაღლობელი ჟურნალისტი, რედაქტორი ძალიან ბევრწლიანი გამოცდილებით დღეს დატოვეს წინასწარ პატიმრობაში და ამას ძალიან ძიმე პროცესები მოჰყვება, როგორც ბათუმში, ასევე მთელს ქვეყანაში დარწმუნებული ვარ. მე ვეცდები ახლა რომ ეთერ თურაძეს გავესაუბრო, იმიტომ რომ ქალბატონი ეთერი სულ ცოტა ხნის წინ იყო შესული, აი თუ ვეცდები ვიპოვო ქალბატონი ეთერ თურაძეს. როგორც მეუბნებიან, ისევ შევიდა აჭარის ტელევიზიის ეთერში, ის ითხოვდა ეთერს, ცოტა ხნის წინ შევიდა, მას დააპირდნენ რომ მისცემდნენ ეთერს, აუნთეს სტუდია, მოამზადეს სტუდია, თუმცა მოულოდნელად შევიდნენ სამართალდამცავები და როგორც თავად გამოსვლისას განაცხადა, მოკიდეს ხელი და გამოიყვანეს შენობიდან, თუმცა ამ წუთებში ეთერ თურაძე ისევ შევიდა, ბათუმელების დამფუძნებელი ისევ შევიდა აჭარის ტელევიზიის შენობაში და ვნახოთ რამდენად მიაღწევს იმ შედეგს, რომ მიმართოს მან მოქალაქეებს და რეალური ინფორმაცია მიაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ამ წუთებში ხდება ის, რომ აქცია გრძელდება, მოქალაქეებმა ქოლგები გაშალეს, ძალიან სუდი და წვიმიანი ამინდია ბათუმში და ნიშნად იმისა, რომ არსაწასვლას არაპირებენ და არაპირებენ პროტესტის შეწყვეტას, გაშალეს ქოლგები და ამბობენ, რომ ეს პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ არ აღდგება სამართალი. მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით ედავებიან სამართალდარღვევას, რაც პოლიციელიცადმი თავდასხმას გულისხმობს და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ ფონზე, როცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები ჩვენი სასამართლოს პირობებში გირაოს სანაცვლოდ არიან თავისუფლები, მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, რედაქტორი, ადამიანი, რომელსაც აქამდე არავითარი სამართალდარღვევა არ ჰქონია, ადმინისტრაციული წესითაც არ ყოფილა 11-იანვრამდე დაკავებული, ჯარიმაც კი არ ჰქონია დაკისრებული და ამის შესახებ დაცვის მხარემ ძალიან გარკვევით ისაუბრა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არავითარი არგუმენტი არ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომ მზია ამაღლობელი დაეტოვებინა პატიმრობაში.